მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის Raymond Roots Season 2. ჩვენ ვიწყებთ აკაპელას სეზონის მეორე სერიას და ამ სეზონის სპონსორია სახელოსნო ბარი. ასევე ამ სეზონის სპონსორია Omega MBR და ერთი ხმაური Omega-საც. ჩვენი უცვლელი მხარდამჭერი Control Room-ი. მოკლედ, სანამ უშუალოდ არტისტებზე გადავალთ, მანამ მინდა გაგაცნოთ ჟიურის წევრები, იმიტომ რომ ეს ადამიანები თქვენთვის არიან კარგად ნაცნობები, მაგრამ ამავდროულად ყავს ერთი თქვენთვის არანაცნობი სახე, რომელიც მინდა რომ წარვადგინო. მოკლედ, პირველი ჟიურის წევრი არის დოკი, რომელიც არის ჩვენი ჩემპიონი. ჩვენი მეორე ჟიურის წევრი არის პელე, რომელიც ყველამისედაც კარგად ვიცით. და ჩვენი მესამე ჟიურის წევრი არის ედი. დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ვეკილი და გრაფტერი. პირველი რაუნდი გრაფტერი. წერდის ტრიქონებს და მერე ფლოუს ვურწყამდი კოლბას. ეს ტრუ არ არის და ტყულა დაშინებ ცხენებით დოთრაკს. პოეზიის მოყვარულო ჩემთან აზრი არ აქვს ასაკს არც წონას. დღეს დაგაბრუნებ საბჭოთა კავშირში, რადგან ამ პოეტს ვასწავლი კედელთან დგომას და ვის გახსოვთ კენჭის ყრაზე მესაათე ბიჭის ლექსი. დოქს ეკეთა მისი საათი ფინალში ეგ იყო ამისი ფლექსი. ხო და იმედია დღესაც ამ საათით მოხვედი, რომელსაც ჩემი აზრით არ კი არა ვერ იშორებდი. არ ვიცი ამ ფაქტს ვინ საიმებს, რომ გურანდას ბუტკის სარდაფში მივაგენი დოკ პელშტეინის ფაილებს. სხერპლი ნომერი 1, სერ ჯეი, ერთბეტლიანი ნოუნეიმი, რომელიც უკვალოდ გაქრა. მზის სინათლეზე გამომაქვს, რაც დაიდიწყა უბრალო ხალხმა. ეგონათ ეს ფაქტები არსად არ გავა, მაგრამ მე მივაგენია ბლაბუდა სუსიერ ტყეში აკუტა გავა. ვუყურებ მარტუში გადაღებულ ამ სამეულის ფოტოს. ვიხსენებ როგორ იწერენ ტოტოს, ერთადერთ ოპონენტ მოწმეს. შენ კი ხარ მათი მორიგი მსხვერპლი, ვისაც არ გჯერათ ერთ დროს ყველას გიჟი ეგონა ვესტი და თუ გნებავთ უფრო მეტი ფაქტების მოყვანა. გაიხსენეთ როგორ პელეს პირველი მომგები მონტანა. ხოდა სანამ ჩვენს შორის ბიფი შედგება, გვითხარი ადვოკატო გულწრფელად 6 საათი ყლეზე რომელს ერგება. აღიარე რომ ხარ ეკატერინე პრომაქსი. ვინა რიგში შემდეგი ალბათ შემდეგზე ფეხზე ჩაგიცმებს გროტასკი, მაგრამ მაგასაც არ ჭირდები, რადგან კურსს ვერ წერს ბოტასი. დღეს გული უნდა ამოგაცალო დეივი, ამისთვის სჭირდება გაფუჭებული კომპასი და სანამ ამაზრების გაგებაში გამელოწდები, ჩვენ ვაგრძელებთ გზას. გაიხსენე პირატების კოდექსი, ჩამორჩენილებს არ ველოდებით. ეხლა გაჩვენებ, რასაც მთელი წინა ბეტლის განმავლობაში ცდილობდი. ანუ როგორ უნდა იყო პელე. ადვოკატს უნდა გამასამართლოს, მომიწყოს ჩინურის სიკვდილით დასჯა, დამსვას ბამბუკზე და გონია რომ 3 რაუნდში მოვკვდები, მაგრამ მე ვარ 2004 წლის დეპორტივო ლა კორუნია, ანუ დღეს თქვია ვალტერი, რადგანაც პანდიანი მოვედი. ამავე 2004 წელს ჩვენი სერგი დიკ ადვოკატის ფანი ხდება, მაგრამ ეს ისტორია სწორედ აქ წყდება, რადგან ნახევარ ფინალში ადვოკატის ჰოლანდიას რონალდო მოუტყნა ბრანგერ ბურდელი დედა. რაის ვეკილ დიჩი 7-ვესთან მარტო უნდა მიმიშვა. 27 წლის და უცოლ შვილო ალონსო ვარ ფინიშთან. მე ვარ წყევლა ბუწრე ბილმა სიცხლი უნდა გაიღო. სოლთან დავრე კედა ჯანი ბეგაშვილმა აიღო. ქეშები არიან ნაფიც საჯულებად ფაქტი ქეშები არიან ნაფიც საჯულებად ფაქტი უნდა დაგვიდო. მარშალები გამიფუჭდა ტვინი მოტყნა დაიდომ. ღმერთმა მითხრა შუბზე დავსვამ ნიშას მაგით უნდა გამიჯნო. დასშე ვინც იქნება მაგათ უნდა გადააბიჯო. ეგ პატარა ბიჭები შარში გახვიე. მან ერთი ადვოკატია მაგის შუბა დახიე. მაინც ვერ გაიგებ ამას სახლში გადაახვიე. შუბში დაგაჭედება აბა რასი ბძნე გაქვს ანთხიე. ტიპი იმდენად ინდივიდუალურია, რომ სახელი დიჩი მოუფიქრა. მერე ბეტლი დაავიწყდა, დიჩიმ გაურეპა. თავისი ერთადერთი კონტრაქტიც
ტიპი იმდენად ინდივიდუალურია, რომ სახელი დიჩიმ მოუფიქრა. მერე ბეტლი დაავიწყდა დიჩიმ გაურება. თავისი ერთადერთი კონტრაქტიც კარიერაში დიჩიმ დაადებინა. ალბათ დღესაც არ გახსოვს ტექსტი და მეც სხვა ვინმესთან მაქვს ბეტლი. ხო და დიჩი, რეპს მაგიტომ შეეშვი რომ მიწამ ყვანო. მე გვამებს მოგიყრი, შენ მიწა უნდა ყარო. ერთხელ ფხიზელმაც ჩაწერე ვიდეო მგონი ხარ ჩინგის ხანი. შეუვიცო მატადორის გარეშე როგორ უნდა დაგეკერა წითელი ხარი. ეხა უპაში. აია. გეცი, პასი. საღლს მო. დღეს მოგადგები სახლში ჯოყოლა და სანამ გაიგოლებ დღეს მოგადგები სახლში ჯოყოლა და სანამ გაიგონებ კლიკ-კლაკს, იცოდე ხარ აქაურობის მასპინძელი და შენი სტუმარი მიმყავს. რატომ დამიძახე მღვდელი? ალბათ რომ ჭეშმარიტებას გაზიარო ფრთიანო და შენს გამეჩითე ეშმაგის ადვოკატი და ამაზე პასუხია კი ანუ. ხო. კი. მაგარი. და ამაზე პასუხია კი ანუ. დავაი, ხო. აწი არ მგონია ამას რამე რომ ეშველო სეკილო, ილია მარმესროლოთო, მაგრამ სერგი მვიქილო. რაუნდ. მეგობრებო, მეტი რა. Yo guys. Okay. პირველი რაუნდი, ვექილი. მომისმინე ძმა. ეხლა ისეთ ინფორმაციაზე გეტყვი, მოგიტყენავს დილას სისხამს. ადვოკატი არასამართლებს, ადვოკატი იცავს. ოკეი. მეზარება კარჩა ამის ფრისტაილები. ოკეი. ამ ბეტლზე შეიძლება ბევრ რამეს მივედოთ, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას, ვინც არიცით, წინ მიდგას მამა ნიკოლოზი თავის ფანებთან ერთად, რომლებსაც ერთი სული აქვს, როდის ჩაიჯვამს. ბევრი ჭუჭყი დაგროვდა პროექტში. გამოევლინა ამ პროექტს გამწმენდი შენი სახით. დეჰიდრატირებულ პროექტს ჭირდება ჯამთელი წყლის წვეთები, მაგრამ შენ ერთ რამეს ვერ ხვდები, რომ თუ გინდა სისხლიანმა იმოგზაურო ამ თემაში, უნდა ქონდეს შესაბამისი შენგენი. მიმიფურთხებია ნებისმიერი ემსისთვის, რომელიც შესარჩევში ღმერთობს და ბედზე თავისივე სიტყვებს ჭამს. შენ ვერ იქნები ამ ბეთლემსების მკვლელი, არ გექნება მოსავალი, კი შეხარ კრონოსი და არ მოგჭამო მომავალი. ოკეი. მე არ ვიცი დაახლოებით როგორ რანაირად ან სად გადაწყდა შენი ბეთლემსობა, მაგრამ დაახლოებით წარმომიდგენია სიტუაცია. მოკლედ შეიკრიბა სამეგობრო ვეფხისტყაოსნის გასარჩევად. უნდა ეპოვათ ავტორის ჩანაფიქრები და მიზნები, ამოეწერათ პერსონაჟები და სიტყვები და დაიწყეს. ნესტან დარეჯანი, ავთანდილი, დავარი, ფატმანი, გრაფტერი, თინათი მზეა. მოიცა, გრაფტერი ვინ შემიყლია? კაი, დაუბრუნდეთ თემას. მოკლედ შეიკრიბა სამეგობრო. ტარასა, დაჯიკო, ავთიკო, გრაფტერი, თეა. მოიცა, გრაფტერი ვინ შემიყლია? და ბოლოს რომ მიხვდა რომ არ გამოვიდოდა ასე, დაუძახა უცნობ ჯარისკაცებს და ეხლა შეიკრიბნენ. ვექილი, სტიჩი, ამატერასუ, ადო, ვილი, მირო, გრაფტერი, ბიგესი და ყველა. მოიცა, ბიგესი და გრაფტერი რა შემიყლია? ოკეი. ყველა აქამდე მოსული ემისარი, უბრალოდ ყველა აქამდე მოსული ისეთ ყლეობა ვერ დავიმახსოვრ. ყველა აქამდე მოსული ემსი იყო ჩემგან გამოგზავნილი ემისარი. ამას ამბობს შესარჩევში. დავიბენი. ამიტანა შიშმა. ამ ახალწლებზე პელესთან და დოკისთან ერთად ვიყავი. ნუ თუ გრაფტერის გაჩალიჩებულია თქო. ფიქრობდი, რამე ისეთი ხო არ წამომწდა, რასაც გრაფტერს ეტყვიან. ურეკავ პელეს, არ მპასუხობს. ურეკავ დოკის, არ მპასუხობს. ზუსტად 2 წუთში მირეკავს გრაფტერი და მეუბნება რომ აზრი არ აქვს. მათი ტელეფონები მას აქვს და ეხლა კითხულობს ჩვენ მიმოწერებს. შიშისგან არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი. დამივარდა წნევა. ურეკავ 16 წლის ვილის და ვეუბნები შეჩემა გრაფტერმა გამიჩალიჩა თქო და ვილიმ გლაბტელი ვინც ემიკლეა.
Fuck, bicho! Klapteli vincemi klea. Okay, ბოდიში. Klapteli vincemi klea. აზრი აღარ ქონდა არაფერს. ბეთლის დროც იყო მოსული უკვე. არ ვიცოდი საწავშულიყავი. მოვდივარ ბეთს და შიშნარავი გძნობით. ვეძებ პელეს და დოკის. ნახავ პელეს. უნდა გავარკვიო ვინ ემისარია, ვინ ტყვეა. მივდივარ პელესთან და ვეკითხები გრაფტერს და დაბა თუ მიხვდებით პელემ რა მიპასუხა. გრაფტერი ვიჭემი ყლეა. დოკი მაც იგივე მითხრა, პროსტა რითმის მოფიქრება დამიზარა. Okay. მე ზუსტად ვიცი. რომ ჩემზე ფიქსი ღამეები 10. ეს შენივე პირით მითხარი face to face. ეს შენი პირით მითხარი face to face. დაგეჭე ჩემი და სტიჩის ბეთ. უყური 1000-ჯი. გახდი მაგ ბეთლის დოცენტი. შენი დამსახურებით დიჩის მონეტიზაცია მოიმატა. პროსტა მე მეკუთვნის მაგ მონეტიზაციის პროცენტი. Okay. ვისაც სხვა ბეთლემსები გონია განგსტერები და იმის გამო არცეთ პატივს რომ ადვოკატი ვარ. ვისაც გონია რომ ვინმეზე ნაკლებად მიჭრის ენა და სიტყვა გამომყავს ბგერიდან, შეგახსენებთ, რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც ამ განგსტერებს 10 წინადადება დაუწერა და პირველივე ნახვაზე ბოზი იტალიელივით პასტა არ გააგდებინა ხელიდან. რამდენიც გინდა წერე. კონდეს უკტავი უნარები წერის, მაინც იქნები ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, წერ მაგრამ შენი არავის ესმის. რამდენიც გინდა იმოძრავი, მოუყარე ერთად თავი აზრებს, მაინც იქნები ჰოლოუ მენი, არსებობ მაგრამ ვერავინ გამჩნევს. შევამჩნიე, რომ გინდა იყოს პეტაკისულის პატრონი. ბეთლემსებში გინდა ანგელოზად დამკვიდრება, მაგრამ სულ რო წმინდანად მოგვაჩვენო თავი, შენი სტორითაც მარტო იმიტომ დავინტერესდები რომ მოგაშორო მკალი. შენ face to face-ზე მითხარი. შენ ჩემზე, არა, უბრალოდ შენ ჩემზე არაფერი იციო? გაგიჭირდებაო? რაღაცა ბლა ბლა დავიბენი, კაროჩე რა. შენმა ინკოგნიტომა ჩემში გამოიწვია შიში თითქოს, მაგრამ მართალი აღმოჩნდა, ტიპს თავის საგვარეულოშიც არავინ იცნობს. როგორ შეძელი, რომ 27 წლის კაცმა ვერ დატოვე ვერც ერთი კვალი, ვერც ერთი დასამახსოვრებელი მომენტი შენი წარსულის ფირიდან, შენ გარიცხული ხარ ჩვენი მიწიდან, შენი დრო მარტო იცლება და როგორც პრინცი ზუკო, მარტო მაშინ შეძლებ დაბრუნებას, როცა დაიბრუნებ ღირსებას. შენაირ უსახელოებს არაფერი ესაქმებად. დაჟე დღევანდელ რეალობაშიც ვერ გიშველის პროლეტარის წუწუნი, რადგან სულ რო იყო ფიდელ კასტრო, ჩვენ უკეთ ვიცით კუბური. Okay. ერთი. და ბოდიში თუ დავარღვევ მეწეს და გადაგცემენ ერეს, მაგრამ როგორც მწერლებს, რომლებსაც ბეჭედს არ აძლევენ სიცოცხლეში, ისე ვერ დაიმსახურებ რესპექტს. და იცი რა განსხვავებაა შენს და ბარაბას შორის, რამდენიც არ უნდა ეცადო ხალხი მაინც ბარაბაში იპოვის ბეთლემს. შენი პროფილის ფოტო ვნახე. აბა მეტი არაფერი გიდევს და. სუში აქ დარეკილი წააშლევინა ყველაფერი. შენი პროფილის ფოტო ვნახე. აქეთ ახელში კატა, აქეთ ახელში ლუდი. რაღაცები შენითაც შეგიძლია აღიარო, მაგრამ მაგ ლუდს ცუდი ფერი ქონდა რაღა დაგიმალო. არ ვიცი, მაგ კატის ჯიში არც ის ვიცი სად ნახე, მაგრამ მაგ ფოტოში აშკარად არ გაქვს კმაყოფილი სახე. შეიძლება კატები ძალიან გიყვარს და ყავდეს ამის უამრავი მოწმე, მაგრამ კატა არის ერთადერთი ცხოველი, რომელიც შეიძლება პროსტა ლუდის სუნზეც მოკვდეს. რაკნას და ერია ქალაქის ბოზობას, გადატყნა, გადავიდა კატებზე, გრაფტერის სულარი დაიმღამეს, რაც შეძლო ერთადერთი ის იყო, რომ კატასთან გადაიღო სურათი. და ბოლოს, რაც შეეხება ჩემს ადვოკატობას. სანამ შენ აქციაზე დაჭერილების სოლიდარობის პოსტებს აზიარებდი და ამით იკლავდი ცდუნებას, მე ზუსტად მაგ დროს სასამართლოზე მაგ ადამიანებისთვის ვიცავდი თავისუფლებას და ვისაც ძაღლი და ადვოკატი გონია ერთი და იგივე, იმათვის ვიტყვის ზედმეტი დოზით, ვით ჩემი ჩაბოზებული არ მანახოს, ის იყოს ცხოვრებით ბოზი. რაუნდი. შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ სახელოსნო ბარში. ჩვენი სპონსორია ომეგა ემბერი, ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. Okay, მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენ ვართ ბეთლზე და როდესაც რაღაცა მაგარს გავიგებთ, თუ შეიძლება რომ გამოვხატოთ ჩვენი ემოციებით და ნუ შევხვდებით ძალიან მოდუნებული რა. ერთი ხმაური იმისთვის რომ ეს გავიგეთ.
ბევრს არ გავაგრძელებ. მეორე რაუნდი გრაფტერი. Yo! პირდაპირ თავში გირტყამ ვახტები ეპილოგს, პროლოგს. ბეტლს ვერ დაწერდით ბიჭო, რომ არ არსებობდეს სიტყვა როგორც. მოგიყვან ციტატას. შენ არ ხარ ნილ კეფრი, მაგრამ მოგიწევს აღიარო მთელი ძალით. იმენა დავიღალეთ, იმენა გვეზიზღებით. გადაარჩინეთ ქალებო რეპი ამათთან შერიგებით. შენ ხარ ადიუტანტი, გეკრძალება იარაღთან შეხება. შენ ხარ iPhone 17-ის кейსი, რომელიც ყველას ერგება. შენ ხარ ურწმუნოთომა, შენ გამო ჩემში ყველა რწმუნდება. შენი დაჯმა კი არის ბანიკოთის შვიდიანები, არაზროს სრულდება. მე ვარ ნაკაშიძე, ტანჯავს უფლებლობის უფლება, რომ შეგეხო ხელით თორე რა ენა ან გველი ხრელით ბაზარი რთულდება. მოდი ხარ ფლობზე ჩეკით და ამ სქემით გინდა პოტის მიკუთნება. მე ვარ ლაბირინთი, შენ კი ფულას როგორ გავიდე. ბოლო დროს თუ მიხვდი შენც ხარ მკვდარი ანუ ზურგზე გაგიდე. ვერავინ გნახავს გამოსულს ქუჩაში, ანუ ცოდვა დავიდე. ესენი სულ თოვჭყაპები გავაკარ გამინდე. ეხლა ვითამაშოთ ესეთი რამ. 10-დან 10-ია, მაგრამ 10-დან 10-ია, მაგრამ ადვოკატია და კონტრაქტში საჯაროს ვერ წერს გამართულად. და ყველა კომპლიმენტის ჯერა. საჯაროს ვერ წერს გამართულად და ყველა კომპლიმენტის ჯერა, რასაც ეტყვის სარკასტულად. 10-დან 10-ია, მაგრამ დებილია. ხალხი მაგრამ დებილია. ხალხი 21 საუკუნეში ცხოვრობს, ეს მაინც ვექილია. 10-დან 10-ია, გრაფტერია მოცან. 10-დან 10-ია, მაგრამ დიპლომატიურად ყველას უძრება. ჯერ ვითომ დისავს, მერე ამის გამო თავის თავს უწყრება. როგორ უთხრა სტიჩის, შენ პელეს ადგილას ქვეყანას დატოვებდიო. მაგ ხელა მაფია რომ დაგდგომოდა, ვერ შენ გაუძდელდიო. მამა მარჩენალზე რეებს ამბობ, შენ ხო არ გაუზრდელდიო. მოკლედ 10-დან 10-ია, მაგრამ მაგრადევასება ხალხის დატროლა. წინაზე დაგტროლა რომ ადვოკატი იყო. ეხლაც იგივეს აკეთებს, ოღონდ გვაჯერებს რომ რეპერია. ხო. საინფორმაციო გამოშვება. ცუდი ამბავი უბანში ადვოკატის ლირიკით სამი კაცია მკვდარი. მინდა გაგახსენოთ ის ფილმი ისტორიით, მატარებელი რომ მოდიოდა ჩქარი. სიმართლე გითხრა არ ვაპირებდი პარალელისა გავლებას, მაგრამ შენი ფანები გვანან იმ უსინათლოებს, რომ უმღეროდნენ ტრაკის ქანდაკებას. ისტორია არც აქ ფთავრდება. მისი გაგმოჩენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროექტში ყველა სპიდი აქვს. მირო შენი ვირი ლიანდაგზე წევს, მაგრამ დღეს სხვა საქმე აქვს ჯუდუბიძიას. ხო, ხო, ვახსენე BDM კოლექტივიც. ამაზე ადვოკატი მაგრად დამეძაბა ვითომ. აქანა ბიჭებს შენთან კითხვები აქვთო, სიმონ. გეგონება უნდა ჩაერია შავობა. ერთი თითის გატკაცუნება სჭირდებოდა ქუთაისიდან 4 კაცის გაშობას. ხედავ რომ დიდგულზე ხარ, ვეს ვერ ხვდები პროსტა ვითი და თქვენ თუ რამე გინდოდათ ბიჭო, ეგ ამბავი იყო ადგილზე მოსაკითხი და სანამ ჩემ წინ დადგები, ჯერ სახკანიდან მოიშორე მაზუთი და თუ რეპერები გერქვათ სწორედ მათ გაგეცათ პასუხი. ვერზე გავიწია. სანამ შენ ცხოვრებას საყნედურს ეტყოდი, ჰუგოს რიცხვებით ვარ შედგენილი ჯეკპოტი, ბოლო დონე დასასრული ბანკროტი, ჯონ გოტი, ჩემი რევოლვერი გესაუბრება, პოლიგლოტი, ნუ გაგირბის თვალი, რასაც გაწვდია ნაიღე, შენი ტვინი დახურულია კლიკ-კლაკ, სეზამ გაიღე, ვინ განდომებს რომ ამ დონეს გაუკეთო, როკი, პრიმა დონებსია, დონებს ეუხეშებაო, გრაფტია, ექსპრომტი, ეს პონტი, ჩემია, ეს სპორტი, ეს ნოტი მთელი დღე, შენი ტვინის ესკორტი და ამ ტურებს ანა დგურებს არა თურებს არა რთულებს ამ ქართულებს ჭირდებოდა ნიულეპრიკონი ამ თემის ნორტონი სტუკაჩების კურატორი ჯიბეშია შენი კლონი მასას იწოს დემენტორი ჩემი ლაინების გაჩვენო კაბადონი მე ვარ ძველი 1-6 აბადონი ფასონი როგორც სამსონი თმების გარეშე კარლსონი როგორც გასოლი კობის გარეშე მუსოლინ უნდა გაჩვენო სროლის გარეშე შეწყალება არ გამომდის უნდა გამეშვე მეტი როგორ აგიხსნა მეტი როგორ განახო, მეტი როგორ გაგიხსნა, მეტი როგორ დაგმარხო, აქ მე ვარ თამადა, შენ უნდა დამისხა, მითხრეს არა კაც კლაო და ისე ვერთმა გამისხა, რაუნდი. ერთი ხმაური. მეორე რაუნდი, ვექილი.
BDM კოლექტივი ახსენა. შემოვიდა BDM-თან ბივში. რა გირჩევნია ბოტანიკოსმა მოგათესლოს თუ შიომ გიხმაროს ისტში. და სანამ ამის ლუდ ნარავი ფურთხი დამათრობს 10-დან 10 არ ვიცი, მაგრამ 10-დან 10-ვე ჯერ გაგაპობ. ოკეი. ერთი ხმაური. ოკეი. აკადგილის დამკვიდრებას არ სჭირდება სიტყვები ფლიდი. შენ რომ გენოციდის მომწყობი და ხალხის მჭრელი ხარ, ისედაც ყველამ ვიცით. არ ყოფნის ამას ფიცი და კიცმაცური კიცი. საჭიროა ნაბიჯების გადადგმა და ნდობის მოპოვება სიმწრით. არ გიშველის მამა ნიკოლოზ ბეთლემსებზე შედგომა, რადგან ამ თემაში არ გაქვს შენ ნდობა. და ამ თემაში არ გაქვს შენ ნდობა და სანამ მე აქ გამომაქვს შენნაირი გრაფტერების ფაქტების სანთლებით, შენ და შენნაირი გრაფტერები მიწას მარტო იმით ოთხით რომ დამალოთ ფაქტები. ისე რამდენი არალეგალი შემოგვეპარა, რამდენს უნდა ჩვენი თანამოქალაქე გახდეს. საზოგადოების ბოსები ჯერ ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ და არ ართულებენ საქმეს. ამდენი ძალით გრაფტერი დაარღვევს ჩვენ ბირმინგემურ სიმშვიდეს და ამიტომ ვაცხადებ, რომ შეიქმნა მიგრაციის დეპარტამენტი, რომელიც კისერს მოუგრეხს ამილეგალებს და აჩოკებს მუხზე 22 სირი ფეხბურთელივით, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ნარკობარიგას და გაზ-სპრინგის ფანებს, ბლად. ოკეი, თუ ფიქრობ რომ შესარჩევში ლაპარაკობ შენ, მე გეტყვი რომ შესარჩევი ლაპარაკობს შენზე. არავის გვჯერა რომ შენ მოგვევლინე უდაბნოში წვიმად. არც იმის გვჯერა რომ შენს დაბადებას ათასობით ყმა ემსხვერპლა. არც იმის გვჯერა რომ ეს არის ისტორია შურისძიებისა იმ ხალხზე, დონელადიო რომ ყავდა მართველად. ეგ ისტორიული ფაქტი არა, ეგ დაჟე რეფერენსიც არა. ეგაა ტყუილი და არა შედეგი ნაკითხი წიგნის, რაქნას, მესმის. ChatGPT-ის პრემიუმ პაკეტი აქვს, ნაყიდი და ხო უნდა მოტყნას ტვინი, ხო უნდა იხმაროს ისედაც ზვას გადარჩენილი ჩვენი ტვინები, რომლებიც ამდენი ხანი უმკლავდებოდა ამ ბეთილ სისტემას. შენ როგორ ხარ უდაბნოში წვიმა, როცა საუბრო ბანძით ამადასავით ყველას ყელი გვიშრება. ოკეი. ჩემს დაბადებას ემსხვერპლა ათასობით ყმამ. ვა! ამას ამბობს ტიპი, რომელიც წერდა და თან იცოდა, რომ რო დაიბადა, თოფის არავინ ისროლა. მე მესმის შენი. შეგვინდა რომ დაგვანახო შენი ბრუტალურობა, შენი განგსტერული იმიჯი. ბრუტალურობა დაგსდევს მოტივად, მაგრამ მაგტუჩები და ცხრით ეგ არ გამოგივა. ამიტომ აიფარე სახეზე ხელი, როცა ჩაგხედავ თვალებში, ჩამოიფარე ნიღაბი, მაგრამ არ გექნება იდენტობა შენი, სულ რომ ზეს გაუსწორო თვალი, მაინც ვერ იქნები ლევი. ხო ხედავ რა მარტივად ჩამოვშალე შენი პირამიდა. გინდა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი გზა არ ჩანს. შენი სქემები ალგორითმები თითქოს შუბზე დავიხატე და გადაეცი შენიანვის ფარაონი აღარ ეძებონ, რადგან როგორც ჯედეფრი შენივე პირამიდაში დაიკარგე. შენ ვაფშე ლაინებთან რა შუაში ხარ? საერთოდ იცი ლაინის არსი? ორჯერ ქონდა ლაინთან შეხება. პირველად როცა დინამოზე ლაინს მესაგინე და მეორედ როცა მანქანაზე გაგისვეს ხაზი. დაჟე იმდენად ახლოს იყავი მაგ ხაზთან, არც კი გამოგიხატავს ბრაზი. შეხარ Samsung-ის ლოგო, მე მოვიპარე შენგან ხაზი. ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, რომ ვერაფერს ვერ გავშვით. ამიტომ ყავს ხაზის მსაჯები მძევლად. მე შენ პროსტა მტკივნეულ ადგილებში გიტყავ, თორე ყველაზე მეტი ამათ ხვდებათ. ოკეი. მიდი ხო? იბაზრე ჩემი და სტიჩის წინაბე. ერთსა. მიდი ხო? მიდი ხო? იბაზრე ჩემს წინა ბეთლზე. მიდი ხო? იბაზრე ჩემს წინა ბეთლზე. გამოიტანე სიტყვები. გამოიტანე თუ ერთ ხმაური ბოდიში. მიდი ხო? იბაზრე ჩემს წინა ბეთლზე. გამოიტანე პოდკასტიდან ჩემი სიტყვები ძუკნავ, მაგრამ ვიცოდე ზედმეტი არ მოგივიდეს, თორე პასუხს გაგცემს ჩემი ძმაკაცი მამუკა. და თუ ეს სახელი არაფერს გეუბნება, შეგახსენებ განგსტერო ტრუხა, რომ მოგიყვან უახლო. ეს ვეჩით ეს ლობა. და თუ ეს სახელი არაფერს არ გეუბნება, განგსტერო ტრუხა, შეგახსენებ უახლოეს ისტორიაში სანაკებო რეპერებს მამუმრაც უქნა.
Yay. Okay. ერთი ხმაური. Okay. შენ პრეტენზია გაქვს ბეთლემსობაზე. მე არ ვიცი ვინ ხარ. მე ერთადერთი რაც შემიძლია გიწოდო, ეს არის სოროდან გამოგზავნილი ვირთხა, რომელსაც უნდა რომ მაგემოს მარცხი, მაგრამ ეგ ყველაფერი იქნება ფარსი. და ეხლა რაც შეეხება შენ შესარჩევ ვიდეოს, არმაზე არ დავყოფ დიდ დროს, არ მოვიყვან არანაირ მაგალითს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეგ შესარჩევი ვიდეო არის დამპალი თესლი, რომელსაც თავზე აფარია ნამგალი. არ მაინტერესებს შენი საბჭოთა კავშირისეული ცოდნები, არავის არ შეეცოდები, მაგრამ როგორც XX ტენტატიონის ფანებს, მისე ყლებავშებს შეეცოდები. Okay. შენს ბეთლემსობაზე რა შეიძლება რომ ითქვას? ძალიან მარტივად ვიტყვი რა. მოკლედ, შესარჩევის დღეს ვართ მოსულები. ვეძებ გრაფტერს თვალებით, გრაფტერს ადიმალები, გრაფტერი გამოდის, მაინც ვერ ვხედავ. იმ დღეს გრაფტერმა სულ 4 სიტყვა თქვა. გამარჯობა, გრაფტერი, სასიამოვნოა, ვა. მეთქი რა ხდება რა? მანდ მივხვდი რომ ამ ბიჭს აშკარად ჭამს შიშები და კომპლექსები რომ არ წამოწდეს რამე. აშკარად ჭამს კომპლექსი იმის რომ არ წამოწდეს რაიმე თავისი წარსულის ფირიდან, რადგან იცის რომ ბეთლს მწარე დადენინებენ ცხვირიდან. მანდ მივხვდი რომ შენ ბეთლემსი არ ხარ, შენ ვერასდროს ვერ იქნები სრულყოფილი. როგორ შეიძლება მიგიჩნიოთ ბეთლემსად, როცა შენი ბეთლემსობის მოტივაციაა თეოლოგია და ყოფილი. როგორ შეიძლება ბეთლემსად მიგიჩნიოთ, როცა ვიძე ხარ გიორგი მასხულიას ქმარი ცოდვილი. როგორ შეიძლება ბეთლემსად მიგიჩნიოთ, როცა შენგან სასარგებლო არაფერი არაა სლოტივით. და თუ გინდა რომ დაამტკიცო ამის საპირისპირო, მაშინ გვანახე ვინ არის ბერულავა პეტრე. შეუძლია თუ არა რომ პეტრეს იყოს მეკვლე. გამოდი და გვანახე. შეუძლია თუ იყოს პეტრე, მე დაგანახებ რომ შენი აქ დგომა არის ბოლო და ამ ბეთლის მე აორთქდები, რადგან შენ ყოველდღე ცხოვრობ ისე, თითქოს იყოს უკანასკნელი და ამშვენიერ დღეს მართალი აღმოჩნდები. და ბოლოს. არ ვიცი სად გადაწყვიტე მართლა ბეთლემსობა, ან ვინ შეგაცდინა ასე მწარეთ. ვარაუდები მაქვს. ოკეი, ვარაუდები მაქვს. ერთი ხმაური ცოტა ამოვიშურთო. ვარაუდები მაქვს. ალბათ უნდა ერჩიათ, რომ ჯერ გასულიყავი კონტენდერ ლიგაში, რადგან ბეთლემსობა შენთვის ადრეა. შენ ხარ 27 წლის ბავშვი, რომელმაც ყოფილს დაუწერა ლექსი და მან მიხვდა, რომ დისაობა და ბეთლემსობა მისი საქმეა. რაუნდი. აბა რატო? ახლა მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროექტის სპონსორია ხალხი. უეჭველი. მესამე რაუნდი გრაფტერი. Otamendi, Kevin De Bruyne, Fernandinho, Silva, Sterling, Aguero, Peri, Araujo, Tiki-takas და მაჯახეთ Mourinho, David Goggins versus Hawkingi, ხომიცი სად არის შენი პარკინგი, შენთვის რალი, ჩემთვის კარტინგი, არ გაგივა ჩემთან ეგოინი, ვინც არ დამაფასა ვანანე, ყველას ვარ ბიტკოინი, ლირიკა, მიმიკა, მეცლება, ვთამაშო პანტომიმი, თითქოს ჩაპლინი, ჩაგივლი, ასტონ მარტინი, ნუტირი, ცოდვა გამხე ლილის ჯობს, ეს ხეხილი გავა შენე, შენ კი რეპის უკანალში გაჩხერილი კაქტუსი, ფილმზე ვბაზრო ბარხა დენზელ, დიზელ, ასტრასაზე, დენზე, დიზელ, თიზერს ვაძრობ ისეც ვერ უძლებენ ფხიზელს, ჩებურაშკა ფიქრობს არ შემჭამსო კრაკა დილი გენა, შენ ხარ ჰარი პოტერ, რადგანაც იცი გველების ენა, აიჩიე ტრიცატიშიან და კარატე, შრომისკვა რადგანაც იცი გველები აირჩიე ტრიცატიშიან და კარატე აქიმდენმა სისხმა ჟონა ბოლოს დავა ტომატე ადვოკატმა ვერი ბაზრა ჩამო
აქიმდენმა სისხმა ჟონა ბოლოს დავა ტომატე, ადვოკატმა ვერ იბაზრა ჩამოვა ლაბორანტე. ესენი ვისმერე მისმენენ რუსმერე სახლიდან გასვლა იზმენებს კიდებს გისვენებს გრაფტის შენზე იმსენებს ვიხსენებ კურიოზად მიხსენეს შავი ნიშენი თავი როცა იმდენმა წურა წაგება რომ სავსე არის ბოცა რინგზე ვიგზნეს ისე სიბზნე ვიძე არ მოგწონსამ პიზდეც ისმე სანამ თიძე გიცმე ურისკებს ვისმენ ჰამერფისტებს ვის ვიცი სადაც გიცდი წინასწარ ნუ ხარ ფიცხი შუაზე გავაპობა მტორებით ტიფშას რომ იდებენ ტოლობის ნიშას ამ ტროლების ნიშას დავაფხობ თავზე ტომრებით ტონობით ქვიშას ვერაზროს მიხვდები რატომ მოიცავს ჩემი რეპის შარჟს რადგან მთელი ცხოვრება ვართ პარტერში და ვერ გაივლი ამ რეპეს შარჟს ეხლა მოგიყვანთ ციტატას მისი წინა ბეტლიდან თუ კი აღმოაჩენ მტერს შენ იცი ვინ არის შენი მტერი სევერიან სერგი შოშიაშვილი ძმაო სევერიან იქნებ გეცადა და მაქსიბზნისთვის ცოტა განმარტებებით შეგერია არა მე ხვდები რომ მარტივად გთხრობა გძულს და გძაaks მაგრამ შეხედიამ ხალხს ისინი შენგელიან თითოეული მათგანი მზადაა თავი ახსაზრდელას განდოს და შერას უკეთებ ამ დროს არა მე ხვდები რომ როგორც გენიებს გჩვევიათ მიუწვდომელი გართობს ამიტომ გვესაუბრები ურთულესი ლექსიკით და გაუგებარი მსჯელობის სიღრმით გინდა რომ კოსმოსი გეფერებოდეს მარტოს შენ გქონდა შანსი ერში წერა კითხვა ოღონდ კითხვა მობილური გაგევრცელებინა მაგრამ იმიერი ასეთი მარტივი მისისთვის ართმობს მინდა რომ ძალა მოიკრიბო მოგუმადლო და მთელს ერს ერთ დღეს დასაყვალიანებლად მოგმართო ამათ ერთი სული აქვს როდის უწყალობებ სულიერ საზდროს როდის უგალობებ შენ ამათ საყდარს იდუმალო გმირო ანონიმუს ლოგინს უპაროლებ როდის უბარონებ გვადალახარას ხალისკო ვერ უძლებს ლოდინს შენი ხსოვნა იყოს ელმენჩო რა ისტრის აღმომჩენი ხარ შელენჩო შენ ამ შეტაკებებში რიგითი ხარ შენ სახელში რომ სხვა რა მიკითხებოდა ეგეც ხო დიჩი მგითხრა მომწერა არ ვიცი ამ ტიპს ბეტლზე ჩემთან რა უნდა როცა დევიზად აქვს მინიმალიზმი შენი წინააღმდეგობა დღეს აქ ვერ შედგება და ბიოლოგიურ ენაზე ამას ეწოდება ამენსილიზმი ვიცი გონია რომ ხარსულებით საკმარისი მაგრამ დაგიმტკიცებ რომ მაგის იქით ბევრი რამ გჭირდება ჩემი მოძღვრებაა დუალიზმი ვიცი გინდა ამ ხალხს საჩვენო იმპერიალიზმი მაგრამ მე დღეს ავხსნი თუ რას ეწოდება კატაბოლიზმი და ასე ტერმინულად უნდა გადმოვცე შენი ინფანტილიზმი მოგიტყა ნაზროვნების საწყისი ეგზისტენციალიზმი და მემენტო მორი ბიჭო შეიცანის სიმბოლიზმი მოგესმინა შენი კუმირისთვის და მიხვდებოდი ამას ეწოდება ფატალიზმი რაუნდი იოუ მესამე რაუნდი ვექილი დაუკარით ტაში არა მოიცო მართლაც არა ეცა დაუკარით ტაში ასე ცოტა ტაშს გრაფტერს ნუ ამყოფინებთ ბიჭო ვინმე ისტორიკოს ნაშას არის ცნობთ გთხოვთ შეაყოფინეთ ჩეჩი ოღონდი მე ოკეი შენ და ბეთს შორის არ არის ქიმია შენ ამ თემას ვერაზროს მოხარშავ და შენი აქ დგომა მძიმე დანაშაულია შენ ხარ კლიშეებში ჩაკეტილი ანტაგონისტი შენს გამო ჯანგო თავისუფალია ყველა ჩემი ლაინის შეყნოსვისაც წამოგივა ცხვირიდან სისხლი რადგან შენი მთლიანი ბეთლემსობა არის მაკულატურა რაც არ უნდა ზევით აფრინდე იცოდე ჰიუსტონ პრობლემა გვაქვს არ ვიცი ამდენს რატო ვბედავ მაგრამ სულ რო ყველა გძნობა წამერთვას მე შენ მაინც დაგინახავ რადგან მე მკვდარ ადამიანებს ვხედავ ვინც ფიქრობს რომ გრაფტერი გაიმარჯვებს და ამით ვინც ფიქრობს რომ გრაფტერი გაიმარჯვებს და გრაფტერი ფიქრობს რომ წამოიღებს ამ სეზონს მე როგორც კუნგ-ფუ პანდა გამარჯვების მერე ვიტყვის კადოშ მეც არ ამ კუნგ-ფუ პანდა ოკეი რატომ გჯერა რომ შეგიძლია დაამარცხო ყველა MC რატომ გჯერა რომ გრაფტერის გარდა ყველა ნაკლიანია შენ ჯერ არ იცი მთავარი წესი და უკვე არ ღვევ რადგან 18 წლის ბიგ ესიც შენზე ტრაკიანია 18 წლის ბიგესიც შენზე ოკეი 18 წლის ბიგესიც შენზე ტრაკიანია არანაირი მკვლელის ინსტინქტი არ იკითხება შენს გამოხედვაში არაფერი არ არის მოსაწონი შენს მტვერში შენ ხარ ეპშტეინი ყველა სახის პროჭობაა შენში ოკეი
ეს არის მარტვილის ეპოქა ხანა და რა იქნება მარტვილადმა მარტვილებს თუ ხელი არ დაბანა. არც კი ეცადო, არც ერთი მარტვილელი არ მოგცემს ჩემზე ინფორმაციას მისხავს. დაჟე დოკისაც ვერ გამოიყენებ ჩემს წინააღმდეგ, იმიტომ რომ დოკის ვერ იხმარ. როგორც ვიცი, შეხარ მეგრელი, მაგრამ უფრო ხარ მეგრელების ხორცმეტი, რადგან სულ რო გაგინო 15 ჯერ, ვერ მიხვდები 15-ია თუ 14. ერთხელ გრაფტერმა ჭიანი ვაშლი ჭამა და ეგ იყო გრაფტერში ყველაზე მკვლელი. მერე შემთხვევით ვექილის შესახებ გაიცნო და ეგ იყო გრაფტერში ყველაზე მტყნელი. მერე ერთი-ორი სიტყვა გაურითმა ერთმანეთს, გამოვიდა ბეთლზე, დაარღვია ცენზურა და გამოიკიდა მრევლი. ვინც არიცით, გრაფტერს უყვარს. ვინც არიცით, გრაფტერს უყვარს. ლამაზიცა, პატარა ლურჯი ზღვა, კუჩები სუფთა და ნათელი, ულამაზესი ქალბატონები, ბიჭები ჯამთელი, ლამაზი დილა, ლამაზი ბოლი. ეხლა მითხარი რა გირჩევნია, გაგთხარო ბეთლი თუ ბოთლი. ოკეი. გულწრფელად გითხარი. რამდენჯერ ნახე ჩემი პოდკასტი. რამდენი სიტყვა ამოწერე ჩემი ნათქვამი მათრახით. პროსტა შენთვის ერთი ცუდი ამბავი გვაქვს. ყველას ყველაზე კვიდია ეგ პოდკასტი, დაჟე მეც კი არ მაქვს ნანახი. და მე არც ვეცდები შენზე მოვიძიო რაიმე ინფორმაცია მეტიც. შენზე მითხრეს რომ ბეთლებზე საუბრით ტვინს ტყნავსო. თან ვერ ხვდება რომ ვერ გამოსდის. იმენა ამატერასო. ბაზრობსულ ფუსიზე და ერთხელაც არ არის ნამყოფი. ერთიტაში ოკეი, ხოძე. ოკეი. გთხოვ, დაწყებული საქმე მიიყვანე ბოლომდე. არ დატოვო ხალხი ლომკაში. იმდენად არაფერ შუაში ხარ ბეთთან, რომ თოკაფესთანაც კი არ ხარ ნამყოფი პოდკასტში. მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ რამდენიმე პოდკასტის სპონსორი შენი ყავი. თოკაფეს ყალეზე რო სპონსორი გაახსენდა შენი ყავი. აბაშიძეზე კაცმა რო კატა მოწყნა შენი ყავი. პელემ რომ ატოსთან ჩაიხადა შეიყავი. ოკეი. ერთი ხმაური. ოკეი, მახსოვს ყველაფერი. აჭარაბეთი ვითხარ. როცა იძლევი ხალხს, მაშინ მარტო უყვარ ხარ. ამიტომ აიფარი სახეზე ხელი, რადგან არაფერია მოსაწონი შენში, შენი ბეთლ კარიერა დასრულდება კრახით, რადგან როგორც XXX ტენტასიონი მარტო ყლებავშვებს შეებრალები. ეს გითხარი, წეგე, მაგრამ კარგად რო გაიგო, გაგიმეორე. ოკეი. არ ვიცი აქ რომ მოხვედი რა დაგალევინეს. ალბათ ანალგინი. შენი ცოდვით ვერავინ დაიწვება. შენ არ ხარ პარაფინი. იმდენად მშიშარა ხარ რომ ცუციკებში არ ყავს ბადალი. იმდენად გეშინია ლაპარაკის რომ კითხვა რომ დაგება და დალიე აბორტის წამალი. ოკეი, ერთი ხმაური. კამერისკენ გაკეთე რეპლიკები. ოკეი. კაი. და ბოლოს რა, ცოტა იბაზრა და ხო არ დავჩაგრა. და ბოლოს კამერისკენ ხო ცოტა იბაზრა და ხო არ დავჩაგრა. ოკეი. ამას ამოგიჭრე. ცალკე გამომიგზავნე. და ბოლოს მე არ ვიცი შენ საიდან მოდიხარ, მაგრამ მე ვიცი ვინ ვარ. მე აქ ვაშენებ ჩემს იმპერიას, სანამ შენში ზრდი ვირთხას. ტყუილად ნუ ეცდები, კამარს ვენახავ სხვა სტილში, რადგან კამარი ერთია და ისიც რჩება მარტვილში. რაუნდი. შევგნათ ხმაური. ედი. მოდი. მოდი პირველი იმით დავიწყებ, რომ იუმორი რაც ქონდა ძალიან კარგია. შესრულებას კარგი გაქვს. შეიძლება და მაგალითად მე პირადად flow-ში შევიტანდი რაღაც ცვლილებას, რომ მეტი switch-ი იყოს, ეგ მოგცემს რაღაც მაქსიმალურ შედეგს. ძალიან გამისწორდა ისიც, რომ ყოველი რაუნდის დასაწყისში რაღაცას freestyle-ით უბრუნებდი. ეგეც ისედაც ან ქულებში ეგ გეხმარება. ხო, და მოკლედ ანუ იუმორმა, პანჩები, როუსტი, ანუ რაც რეალურად არის ჩვენ ჩამონათვალი, მაქედან გამომდინარე, ხო, ჩემთვის სამივე რაუნდი ვექილს. გრაფტერს რაც შეეხება,
ანუ ძალიან კარგად იყავი მომზადებული, არანაირი ან პაუზა და ეგეთი რაღაცები არ გქონია. თუმცა ჩემთვის მაგალითად აი მეორე რაუნდში გქონდა ძალიან ბევრი ერთნაირი სიტყვა რო ერთმანეთს ერითმება, მაგრამ აი აზრი თითქოს არ გამოდიოდა რა ამ რაღაცეებიდან. მესმის რომ ყურისთვის კარგი მოსასმენია, ლამაზად გამოითქმის, მაგრამ ეგ ჩემთვის ყოველ შემთხვევისთვის მინუსი არის გამომდინარე იქიდან რომ აქ ერთმანეთს ეჯიბრებით და დისავთ რა ესე ვთქვათ. კიდევ ერთი რაღაც რაც მინდოდა დამემატებინა ის არის რომ ძალიან ბევრი უცხო სიტყვა მოვისმინე. განა ცუდია ეგ, მაგრამ შეიძლება გამოიყენო ისეთი უცხო სიტყვები, რომლებიც დაახლოებით მაინც გვსმენია ცხოვრებაში. ანუ იყო რამდენიმე ისეთი სიტყვა, რომელზეც იმენა აქცენტი ქონდა გაკეთებული და ეგენი რითმებოდა ბოლოებში თითო სიტყვები და იყო მაგალითად ისიც რომ პირველ რაუნდში ძალიან მონოტონურად წავიდა რა, მხოლოდ ერთი სიტყვა ირითმება, მიდის მხოლოდ ერთი სიტყვა ირითმება. ეგ იყო ჩემთვის დიდი მინუსი რა და შესაბამისად მაგიტომ სამი რაუნდი ვეკითხე. ოკეი. მოდი, პელე. ვიხარი შენი აზრი. იო. პირველი მომზადების თემაში იმან გაასწორა, რომ ორივემ პირველ რიგში ის გადაწყვეტილება მიიღო, რომ დიდი ტექსტები უნდა ისწავლონ რა. და ქულები რო ვთქვა რომ რაღაც პონჩი შემილია? თქვი, ჰა. ანუ მაგ პონჩი, ანუ გრაფტერს დაუწერათ, ვეკილას იმენა 800-ს რა, ზუსტად დაუთვალე. პანჩლაინებს რაც შეეხება, აი პანჩლაინები ჩემთვის ვაფშე არ იყო. ანუ იყო როგორ იცი, აი 2 და 4 რა, როუსტები ძალიან ბევრი იყო. პანჩლაინები სხვა რაღაცაა ჩემთვის. რაც შეეხება პერფორმანსს, ანუ გრაფტერს ქონდა ტექნიკური მომენტები, ანუ ვეკილას ბაზარი არა ის ქონდა რა, მაგრა გადაობდა, იუმორი უფრო მეტი ქონდა, მაგრამ ქულები სხვა რაღაცაში იწერება რა. ამიტომ 10 და 7 რა, თუ როგორც არის. ხო გაქვს ქულები მან და ეგა. ხო. სკრინი მაინც შეინახე რომ მე რაღაცაზე არ ვიდაოთ. ოკეი. დაუძახოთ ჩვენი პირველი სეზონის ჩემპიონს, დოკ. Up to you, brother. მოკლედ, როგორც იქნა შედგა ისეთი ბეთლი, რომ არავის ტექსტი არ დავიწყებია ისე, რომ ბეთლი ჩაშლილი იყო, გილოცავთ, ძალიან კარგი იყო. მაგ ფაქტს ერთი ტაში. ახლა რაც შეეხება, მოკლედ, როგორც პანჩი გვიწერია, ისე როუსტიც გვიწერია კრიტერიუმში და მაგ როუსტებს დაგიფასებ. ოღონდ თემა ისაა, რომ როდესაც უპირატესობაზე დგება საქმე, მაინც პანჩის რაოდენობა წონის როუსტის რაოდენობას. მიუხედავად ამისა, ჩემთვის პირველი რაუნდი წაიღე სრულიად შენ და შენ გიწერ მაგაში ქულას, შენ გიფასებ იმას, რომ ბევრი კარგი რითმა და უფრო მეტი ფლოუ ცვალე და უფრო მრავალფეროვანი იყო ბოლოს მაგ მხრივ, აი რითმების სქემები უფრო ლამაზი იყო. მაგრამ ტექნიკაში ეგრე ამასაც უნდა დაუწერო ის, რომ ფრისტაილით გიპასუხა 3-ჯერ. როგორი ფრისტაილები იყო, ზოგი კარგი იყო, ზოგი არც ისე, მაგრამ ფაქტია შემცდელობაც არ ქონია, ამან 3-4 ჯერ ცადა. შენს პანჩებს რა შეეხება, როდესაც ბაზრობ, შიდა ლაინები გაქვს კარგი რა, მაგრამ დამაგვირგვინებელი, მთავარი, დამრტყმელი პანჩლაინები ისეთი ძლიერი არ არის, ძირითადად იმის გამო, რომ შენ მოგაქვს რეფერენსი ისეთი თემიდან, რომლის ცოდნაც არ მოეთხოვება რა, ყველა სხვაზე ხარ. ეს არ არის ის თემა, რომ აი თქვენ ზოგადი განათლება გაკლიათ, ეგ შერა ზოგადი განათლებაც მოიტანე, ეგ არ არის ნორმალური ზოგადი განათლება, ეგ ძალიან ისეთი ისაა რა, ძალიან სიღრმეებში უნდა ჩაყვე რაღაცეებს რა. ხო და მოკლედ ჩემთვის პირველი რაუნდი მოიგო ვეკილმა საკმაოდ დიდი უპირატესობით, მეორე რაუნდი შენ მოიგე იგივენაირად და მესამე რაუნდში მე პირადად პლუს ფრისტაილების გამო გადავიხრები ვეკილისკენ. მეგობრებო, არ ვიცი ეს სათვალე ჩართული მქონდა თუ არა მაშინ, მაგრამ გადავთვალეთ ქულები და რაიმენ დროსის არსებობის მანძილზე პირველად ეს ბეთლი დაჯდა ფრე. ანუ ფრე ქულები დაჯდა 70-ით 70. იჭხუბე. მოიცა. ამ დროს ხდება ესე. გამოდის ჟიური და უბრალოდ თავის ხმას აფიქსირებს. ის აძლევ შენ ხმას ოპერატორს. რაღაც ანუ ქულები როგორც დავწერე, მაშინ პირდაპირ ვიტყვი, რომ გრაფტერაც. ედი ну, როგორც წინად ვახსენე, ჩემი ხმა ვეკილს.
დოთ. გადამწყვეტი ხმა შენზე ასე რომ კარგად დაფიქრდი. არანაირი მარტვილური სენტიმენტები, მაგრამ ვექილა. Yo! ეს იყო Raymond Roots-ის მეორე სეზონის პირველი ბეთლი და ნახევარ ფინალში ვიხილავთ Wekils. Yo! ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი, Omega Emberi და ხალხი. შევხვდებით შემდეგ ბეთლებზე. Peace.